დღეს მე გამოსვდი ყველაფერს საუკეთესოს დუბაიში. მაგრამ დუბაი ხო უდაბნოსთან არ ასოცირდება. ერთი წუთი. დღეს მე გამოსვდი ყველაფერს საუკეთესოს დუბაიში. ვიქნები ყველგან, ხმელეთზე, ჰაერში, წყალში და შევეცდები გამოცოდა ყველა საინტერესო და ექსტრემალური აქტივობა. და თუ როგორ, ამის გასაგებად ცოტა უკან დავბრუნდეთ. 2024 წლის 1 ნოემბერი. შევდივარ Instagram-ზე და მხვდება TikTok-ის მესიჯი. საბა გამარჯობა, გამარჯობა. ნახეთ რომ თავგადასავლები იყავს და არაფერს უშინდები. კი? მაშინ ერთ კითხვას დაგისვამთ. მზად ხარ ახალი დაუვიწყარი გამოცდილებისთვის? და ჩემი პასუხი იყო არა. ვინმე მხარ დაიჯერეთ, რა თქმა უნდა კი. რის შემდეგაც TikTok-ის უნდა გამოყო 4000 ლარი და მომცა საშუალება მსოფლიოში ყველაზე სანახაობრივ და ყველაზე მეტი აქტივობის მქონე ქალაქში, ანუ დუბაიში, ჩემთვის სასურველი გამოცდილება მიმეყო. და სანამ სრულ სიგიჟეზე გადავალთ, მოდით დავიწყოთ გახურებით. და გახურებაში გულისხმობ სოფლიოში ყველაზე მაღალ შენობას, რომელიც გვახსენდება ეგრევე როგორც კი დუბაის გავიგებთ, ანუ ბურჯ ხალიფას. არ გეგმავთ რომ მე აქ ინფორმაციას მოგაწვით ან რევიუებს წაგიკითხავთ. ეს ვიდეო არის პირდაპირ პრაქტიკულ გამოცდილებაზე, ასე რომ გადავიდეთ საქმეზე და მოდით დავიწყოთ თავიდან. თავიდან დაწყებაში გულისხმობ მეტროსადგურ ბურჯ ხალიფას, იგივე დუბაი მოლს, სადაც პირველად გვიჩნდება განცდა რომ მორჩა, ძალიან მალე უკვე ბურჯ ხალიფას წვერვალზე გავჩნდებით, მაგრამ რეალურად აქედან იწყება ერთი დიდი მოგზაურობა დუბაი მოლამდე. გამოვაქციეთ როგორც იქნა. შემდეგ საფეხური არის მსოფლიოში ყველაზე დიდ მოლში ბურჯ ხალიფას შესასვლელის მოძებნა. აი ეს პატარა გზა უნდა გავიაროთ. ისა შეგიძლიათ რუკა საერთოდ არ გამოიყენოთ. უბრალოდ სულ ქვედა სართულზე ჩადით და დანარჩენ ჩემი აზრით თქვენით მიხვდებით. შეგახსენეთ რომ ამ ყველაფერს შეგიძლიათ აცდეთ. უბრალოდ შეიძინეთ skip the line ბილეთი, რომელიც აგაცილებთ ყოველგვარ რიგს. 20 წუთი გავიდა უკვე. და აი ეხლა დავიძარო. ავიღე ბილეთი და ესეთი ორიგინალური გზა მოვიფიქრე იმისთვის, რომ თან მიკროფონის დავიჭირო ხელში და თან ბილეთიც. ამ ბილეთს ვერ გამოიყენებთ. ყოველას ცდილობთ რომ დასკრინოთ და მე აქ მოხვიდეთ და ამის ვითო თქვათ. და ბილეთი რო ავიღეს იმას კი არ ნიშნავს რომ რიგები დამთავრდა. აი ესეთი ამბავია უკან, მაგრამ წინ არის აი ესეთი ამბავი. როგორც ჩანს, მაღლა აშლის წესები იგივეა აქ როგორც აეროპორტში. გულისხმობ იმას რომ ბარგი უნდა შემოწმოთ. ეხლა იწყება უკვე ის ზონა, როცა გადაღება არ შეიძლება. ისეც არაფერს არ გამოტოვებთ, აი ზუსტად აეროპორტში როგორი ჩეკერებიც არის, ზუსტად იგივეა. აი აქ რო ჩამოხვალ და აქ მოხვდებით, არის ფიქრეთ რომ ეს არის ბურჯ ხალიფა, ამის ანახავად არ მოსულხართ. ვერავდობ რომ მაღალია. ეხლა ავდივართ ალბათ პირველ სართულზე როგორც იქნა. სულ რაღაც 123 დაგვრჩა მეტი არა. სანამ ვლაპარაკობდი, აჯდერიფანი გამოვიარე, სადაც მოცემულია. ეგრეთ წოდებული ქრონოლოგიური აღმასვლა ბურჯ ხალიფასი. ესე უყურებ რა როგორ შენდებოდა რა. და ნუ ამითი ერთობი და რაღაცნაირად თავს იმედებ რომ თითქოს ეს რიგი არ გაქვს წინ. ესეც არ არის დასასრული, როცა გონია რომ თავდება რიგები. რატომღაც კიდევ ახალ რიგში ხვდები. ხოდა წეღა რომ ამბობდი რომ შეგიძლიათ ისეთი ბილეთი იყიდოთ რომ გამოტოვოთ ეს რიგი თქო, ეგ ჩაიშხუილებდით რა. მოკლედ ამ კარის იქეთ არის ლიფტი, რომელსაც ავყავართ ძალიან ჩქარა 124 სართულზე. მე მეგონა რომ რაღაცა კოსმიური ძალები გამოისახებოდა კედლებზე, მაგრამ პატარა ეკრანებია, რომელიც უბრალოდ ცას გაჩვენებს. აი ლიფტიდან გამოდიხარ თუ არა, ეს არის. ახლა ელოდებოდით რომ რაღაცა ვაუ და მთელ ამბებში ვიქნებოდი. მაღალია. პირველი ემოციით იმდენად მაღალია ქაურობა, რომ რაღაცა სურათს უყურებ გონია და რაღაც გასაოცარ შეგრძნებებს დიდად არიწევს. არსებობს ხალხი ვისთვისაც გამოიწევს ალბათ, იმიტომ რომ აი ხა უყურებ აქ ხალხს და გაოცებულები არიან აშკარად. ძალიან ლამაზია, ძალიან მაგარია. ვდები რომ სადღაც მართლა ტოპზე ხარ. ჩემთვის რაღაც განსაკუთრებულ შეგრძნებებს არ აღძრავს. აი ეს არის ჩემი ფავორიტი ხეთი რა მოკლედ. ყველაფერი ჩანს აქედან. კარებიდან როგორც კი გამოხვალთ, აი აქედან. პირდაპირ შეგიძლიათ მოვაჭრათ ამ ფანჯარასთან, იმიტომ რომ ეს საბასაყვარელი ხედიაო და აბა ჩემის თუ გახდებაო. აი ამ კიბით მოხვდებით 125 სართულზე და თან გადაიღებთ ძალიან კარგ ფოტოებს. 125 სართულზე აღარ არის ვერანდა, მაგრამ არის 360 გრადუსიანი გადასახედი. ესეთი არის ბურჯ ხალიფას შოპი, რომელიც არის 125 სართულზე და ყველაფერი აბსოლუტურად არის ბურჯ ხალიფას. მაგალითად ბურჯ ხალიფას ჩანთა, ბურჯ ხალიფას ჭიქები, ბურჯ ხალიფას პოსტერები, თვითონ ბურჯ ხალიფები. მოკლედ ყველაფერი ბურჯ ხალიფასია. აქედან რომ ჩამოდიხართ თქვენს ბურჯ ხალიფა ხართ უკვე. აი ამ რაღაც ბილიკ ზე რიგებია რომ გაიარონ მოკლედ და რა არის ესეთი მეს მაინტერესებს. ვაიმე როგორ გავტეხე, ვაიმე. რანაირად ვიფიქრებ ხო. სულ ყველა ხედი და სულ ყველა კადრი რო გაჩვენოთ, ეს ის ვიდეო აღარ იქნება როგორც მინდა რომ იყოს, ასე რომ აი ესე გავწვევი, გავუძვრები. იმისთვის რომ მოხდეთ ქვემოთ კიდევ ერთ შოპში უნდა გამოიაროთ, რომელიც 124 სართულზეა. ცოტათი გაერთოთ, ცოტა გაიღიმოთ და მოემზადოთ აი ამ რიგისთვის. სხვა ყველა რიგისგან განსხვავებით აქ ძალიან ხმაურია და დააკვირდეთ თითქმის ყველას ტელეფონი უჭირავს ხელში და ჰიჯებივით აედიტებენ სურათებს და ვიდეოებს. აი ნერვები ვერ მოგეშლება რომ აი ამ რიგში დგახარ, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ამ ხელა მასა რომ მიაწყდეს გიჟივით ერთ ლიფტს ან კარს თუნდაც და არიქა აგვიშვით მაღლაო და ბევრი დეტალია კიდე რასაც აქ დაიჭერთ მაგალითად როგორ გართობენ რიგში ყოფნის დროს რომ კარგი განწყობა შეენარჩუნო. ასე რომ ყველაზე კომფორტული რიგია სადაც კი ოდესმე ცხოვრებაში მდგარ ვარ და თან ისეთი რომ ნერვები არ მეშლება, იმიტომ რომ საჭიროა.
ესე ბრუნდებით მოლში და გავდივართ ბურჯ ხალიფას მაღაზიაში. ვისაც უფრო მშვიდ გარემოში გირჩევნიათ, რომ რაღაც სუვენირი შეიძინოთ, ზუსტად იგივე ყველაფერი ახაც. ჩემი მოგრძალებული მოსაზრებით, ხვებოდან უფრო ლამაზია ამ ყველაფრის ყურება ვიდრე ზემოდან. ბევრად უფრო სანახაობრივი არის და ბევრად უფრო უცხო. თან ვერცი აზრებ, მაინც რამხელა აქედან რა. და გაუგებრობა კიდევ უფრო მეტ ხიბლს მატებს. შემდეგი გაჩერება იყო ობსერვატორია, სადაც იგივე ბილეთით შევედი, იმიტომ რომ ორი სანახაობის ბილეთი ერთად ნაკლებ ფასად მქონდა შეძენილი. აი სადაც დაგვხდებათ დიდი რიგი. რადგან იქ გავატარე უკვე და ერთად მქონდა შეძენილი ბილეთი. ერთი ქაღალდის ბილეთით შემიძლია რომ აი ამ რიგში აღარ ჩავდგე, იმიტომ რომ შეძენა აღარ მიწერს და პირდაპირ აი აქ მივაჭრა. აღარ მიჭირავს ხელში მიკროფონი, იმიტომ რომ არ შეიძლებაო. რა ლოგიკით? ბურჯ ხალიფასგან განსხვავებით ობსერვატორიის ლიფტში ქალაქის ხედია, რაც ჩემი აზრით ბევრად უფრო ლამაზი და ეფექტური არის. რაც შეეხება ობსერვატორიას, აქ შევხვდებით 360 გრადუსზე განლაგებულ ფანჯრებს, რომელიც ქვემოთ ქალაქზე იყურება და განსხვავებული კადრების გადაღების საშუალებას გაძლევთ. ამ ხედის შემკულე. კიდევ ვფიქრობ ვინმე რომ ბურჯ ხალიფადან უფრო ლამაზი ხედებია. ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე კარგი ადგილი სურათის გადასაღებად, იმიტომ რომ დადგებით დუბაის მშვენებასთან, თვითონაც მშვენიერი ადამიანი და გადაიღებთ მშვენიერ ფოტოს. როგორც იყო მოგიზმენით შემოყურებლებს? სურათის გადაღებას კიდევ ბევრ ადგილზე შეძლებთ და აქვე რჩევა. გასასვლელში ქალაქის ერთ-ერთ ხედზე, ხალხის გარეშე, მშვიდად შეძლებთ ფოტოების გადაღებას, სადაც ბევრად კარგი სივრცე და უფრო დიდი ფანჯრებია. მოკლედ, მატარებლის რელსების ქვემოთ მოვხდი კადრის ზიებაში, რომლითაც ბურჯ ხალიფას და ობსერვატორიას ერთდროულად გამოვაჩენდი. ასე მოდი ერთიანად შევაფასებ ორივეს და გეტყვით ღირს თუ არა. ჩემი აზრით საერთოდ არც უნდა იკითხოთ ღირს თუ არა ბურჯ ხალიფაზე ასვლა, იმიტომ რომ ამის გარეშე საერთოდ დუბაი რა ვიცი წარმოუდგენელია და დუბაიში როცა ჩამოდიხარ, რაღაც თუ გინდა რომ ნახო, აუცილებლად უნდა ნახო რაღაც ისეთი, რაც ნომერ პირველი ამ ქალაქში. ამ ქალაქში კი არა, სოფლიოშიც რაღაცებში ნომერ პირველი ეს შენობა, ასე რომ დუბაიში როცა ჩამოხვალ, აუცილებლად უნდა ნახო ბურჯ ხალიფა და არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ცუდიან კარგი ემოცია დაგრჩება. აი რაც შეეხება ობსერვატორიას, აქ უკვე ღირს ნამდვილად დავსვათ კითხვა, ღირს თუ არა ობსერვატორიის მონახულება. ჩემი აზრით, ყველაზე ღირებული მიზეზი ობსერვატორიის მოსანახულებლად არის არაჩვეულებრივი სურათები, ისეთი, რომელიც შეიძლება სხვაგან ვერ გადაიღო. ფაქტობრივად ნებისმიერ რაღაც შეიძლება გქონდეთ სურათში. მთლიანად ბურჯ ხალიფაც კი შეგიძლიათ ჩაატიოთ თქვენს უკან სურათში და რაღაცა პატარა ოჭრილის გამოჩენა არ მოგიწევთ რა სურათში და მე მიწერა რომ აი ეს ბურჯ ხალიფა ის რაღაცა პატარა ნეგლეჟი რო ჩანს. მოკლედ, კითხვაზე პასუხი ღირს თუ არა მოვინახულოთ ობსერვატორია მომინდია თქვენთვის, მაგრამ არ დაგავიწყდეთ რომ ხანდახან ერთის ფასად შეიძლება ორი რაღაც მოგდიოდეთ. მაგალითად, როგორც მე მომივიდა ბურჯ ხალიფა და ობსერვატორია ერთად. და მოვიდა დღევანდელი დღის ბოლო გამოცდილების დროც, რომელიც არის აკვარიუმი და ამავდროულად ზოოპარკიც. რომელმაც ბიუჯეტს 164 ლარი გამოაკლო. არც ისეთი ძვირი ღირს ახლა ეს ბილეთი რომ არედან უყურებდი ამ სილამაზეს რა და ჯობი არა აი ესე შემოხვიდეთ და ის ყველაფერი ნახოთ ახლა რაც წინ გველოდება. აი ესე იწყება ტური დუბაის აკვარიუმში. ესე ახლოს პირველ ორს ვიგენთა. ვარ, ძალიან საოცრება არის. ვიღაც არის იქიდან თუ? ხო, ძალიან ლამაზია ქაურობა და გინდა რომ უბრალოდ ძალიან ბევრი რაღაც გადაიღო. იქიდან გამომდინარე რომ მარტო ვიყავით ჩემ თავს მე თვითონვე გადავუღე კადრები და ასევე სხვა 300-ზე მეტი სახეობის წყლის ბინადარსაც, რომლებიც 10 მილიონი ლიტრის მოცულობის აკვარიუმში არიან. სანამ ბოლომდე გავალ შემიძლია ეხავე გითხრათ რომ ღირს, ნამდვილად ღირს აკვარიუმი და უკვე გადმოვინაცვლეთ მთელი ფლორა და ფაუნის სავანეში. აი აქ უკვე ჩვეულებრივი აკვარიუმებიც არის, როგორც ყველამ ვიცით რომ არსებობს. ეს თევზით მოვიდა. ეთყობა გადაღება უყვარს. რაღაც ამბობს გონი. აიცა მეუშორ მიკროფონს. მიკროფონი კი არა, გაწიმეთქი კამერა, მე რამდენად უნდა გითხრა ბიჭო? აი რა ვიცი. მოდი აბა სხვებსაც რო ვკითხოთ აზრი. აი თქვენ უკაცრავად, რამდენი ხანია რაც აქ ხართ, აი რას ფიქრობთ ზოგადად აქაურობაზე რომ მითხრათ? რა ვიცი ძმაო, მე კმაყოფილი ვარ რა. შეაქვს ყურია, დღეში სამჯერ ყველაფერი გვაქვს. შემოხედი ძმაო რამდენი ვართ. ეხა ერთი ჩაყრა საჭმელი გვეყოფა. ჩვენი სამუშე შვიდათ უძმახა რა, ჩვენი გაქტირებია შენი ჭირიბე რა. გაგიჟებულები ყოფილან თევზები რა. აი ამ ყველაფერს მთელ ხიბლს მატებს ის რომ მოლში ვართ. როგორც საშიშად გამოიყურება სახელი. თითქოს სადღაც უნდა შემაშინონ. მიუხედავად იმისა, რომ რაღაც საშიში სანახავად მომემზადე, ყველა არსება დამალული დამხვდა და ბევრი ძებრის შემდეგ საერთოდ სხვა რაღაცას მივაგენი. აი ეს ხიდი უკვე კაია. აი ხიდზე გადავიდეთ. არ მეგონა ესე ძალიან თუ იქანავება. რა მაგარია. სუსუ პირველად რო შემოვედით, აი ზუსტად იმ ადგილს ვადგავართ ახლა თავზე. ვიღაცებთან ერთად თუ გავიდით, ვერ ავტოკეთეს იმიტომ რომ ქანაობას თქვენ ვერ აკონტროლებთ და რაღაცა ემოციებს მომანიჭებთ რა ცოტათი მაინც. Crocodile Kingdom-ში უნდა წავიდეთ. რა ვნახოთ crocodile-ები რა შვებიან სამეფოში. დიდი იმედი მაქვს რომ ძინავთ ახლა და რაღაც უხერხულ დროს არ შემოუსწარით. თუ ნახავ ამ ვიდეოს ნიანგო მოკლედ არ გაგიტყდეს არ ვიცოდი რა. ესე გამოვიდა უბრალოდ ეგ დროს მოვიდა რა გავაკეთო. ეს არის ზუსტად იგივე ზომის ნიანგის ქანდაკება, სადაც შეგიძლიათ რომ ძალიან კარგი სურათები გადაიღოთ თუ გინდათ რომ ახლოს მიხვიდეთ ნიანგთან. აბა იქ ვარ ჩახტები ახლა სურათის გადასაღებად. მოდი
გადაიღებ შენ ერი რამე. მოკლედ ესეც აკვარიუმი და კითხვაზე პასუხი ღირს თუ არა აკვარიუმში მოსვლა, გონი ნათელია. რა თქმა უნდა ღირს. რაღაცის გამო მაინც მოხვდებით დუბაი მოლში და რაღაცა შემოდით ბარემ და მიიღეთ ეს სიამოვნება რა. წყალთან ურთიერთობა მსოფლიოში ყველაზე დიდ აკვაპარკში 253 ლარად გაგრძელდა. მაგრამ აკვაპარკამდე პალმ მონორეილით მივედი, რომელმაც ჩემს ბიუჯეტს კიდევ 38 ლარი გამოაკლო. ვიდეორთ აკვაპარკში, რაც იმას ნიშნავს, რომ ეხლა არის სისხამიდილა. სისხამიდილა კი არის 9 საათი. 9 საათი, იმიტომ რომ 9 საათზე იღება პალმ მონორეილი, რომელიც ერთ შეხედვით არის ჩვეულებრივი ტრანსპორტი, რომელსაც მივყავართ აკვაპარკში, მაგრამ მეორე მხრივ არის ძალიან დიდი სანახაობა. სანახაობა, იმიტომ რომ ეს ტრამვაი გაივლის ზუსტად პალმ ჯუმეირას შუა ნაწილში, აი ესე პირდაპირ ხაზის გავლით მიგვიყვანს ზუსტად აკვაპარკში, ანუ ჯუმეირას კუნძულის ბოლოში. და ეხლა მგონი დროა რომ გავიქცე და განახოთ ყველაფერი პრაქტიკულად თორე მალე დაიკეტება და მე გვიან მოდის ზა. ეხლა რასაც უყურებთ ხო ერთი ჩვეულებრივი გაჩერება და ვითომ არაფერი, მაგრამ რეალურად პირდაპირ აკვაპარკში არის მოთავსებული ეს გაჩერება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე აკვაპარკში ვართ. დუბაიში ყველგან არის მოლი რა, ყველაფრის შესასვლელი არის მოლი საერთოდ. აი ესეთ კარიბჭეს რო დავინახავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ აკვაპარკთან მოვედით. გადავწყვეტ GoPro-ზე ჯერჯერობით გაიხმა იქნება, იმიტომ რომ არ დასრულებულა ჯერ GoPro და აი ეს ყველაფერი უნდა გავიაროთ და ეს ყველაფერი არ არის, რა თქმა უნდა. აქ უბრალოდ რაღაცა საშიში ატრაქციონები ჩამონათვალია. ატრაქციონიდან ატრაქციონზე გადასასვლელად ძალიან დიდი გზების გავლა საჭირო. თუ კი გინდათ რომ ყველაფერი შეიგრძნოთ ბოლომდე, აუცილებლად ჩქარა გადაადგილდით ტერიტორიაზე. უბრალოდ მოგაჩერდებით ნურსად. გადავწყვეტე რომ დავიწყო რაღაცა ლაითით, იმისთვის რომ გავხურდე. ოღონდ ამ შემთხვევაში გახურება ასოცირდება დასრულებასთან. ეგრევე მოგახარ განწყობაზე. ყველაფერი წინ არის. კიბებზე რაც ამოდიხარ ხვდები რომ წყლისგან აღარ ხარ სველი. და უკვე ცხელა და ვაკითხო ხარ სველი. მაგრამ არა უშავს. როცა კითხულობ ატრაქციონის სახელს, Odyssey of Terror-ი, ყველაფერი კარგადაა. Sorry, I want to screen for the video, so don't mind me, okay? აიყო კიდე მინდა უბრალოდ უფრო მაგარი რაღაცებიც აქ და აქ 1000-ჯერ ჩამოვეშვა აზრი არა წავედი ხა შემდეგ რაღაცაზე იგი შევიწო და გავიქცე ყველაფერს უასწრებ საერთოდ აი ესე თუ იჩქარებთ რა ყველასაც რეალო ჩემია ბიჭო რა განწყობაზე მოვედი და შემდეგ არის შოკვი არა ეს საშიში არ უნდა იყოს ყველაზე საშიში არის პოსეიდონი და მოვედი საუბრობ პოსეიდონი ეს რა ლაბირინთი არის აი ეს მინდა ორები და ელოდება რა რეაქცია ეხლა ვანახებ ამას რეაქციას რაი სანამ ატრაქციონზე გადავდივარ შეღები მთლიანად და მოვედით ნეპტუნ თაუინზე და ამასობაში დადგა დრო როცა ხალხის რაოდენობა მიმატა და ასეთ რიგებში მომიწია დროის დაკარგვა 5 წუთის 10 წუთის 15 წუთის 25 წუთის გავიდა ძალიან მინდა რომ ისო გავაგზავნო სირბილი, მაგრამ აღარ შემიძლია. იმიტომ რომ ან ფეხში შველმა უნდა იარო, ან კიდევ უკვე შეამჩნევდით, აი ესე მოჩუსტო ნასკერს გაძლევენ. აი ისე მტკივა ხა ტერფები რომ ვეღარ დავრბივა რა გავაკეთე. მე გავთი ყოფილა ყველაზე მაღალი ვერტიკალური ვარდნა. რაგადი ინფორმაცია სანამ ჩავარდები. ავიდით. აბა. აკრეფეს ბიჭო. რაცა შემოდიხარ ვორტეგზე სასასრიალებლად, გეკითხებიან იცი თუ არა ცურვა. აბა გავშევარდებით. დღის ბოლო და ყველაზე ჩქარი ატრაქციონის შემდეგ გადავწყვეტე რომ წყნარად გამეტარებინა დრო, მაგრამ რატომ მეგონა რომ შვიდი ტრანსპორტი იყო? ბიჭო,
ძალიან უცებ უნდა შევაჯამო ხა ყველაფერი, იმიტომ რომ უკვე კეტავენ ყველაფერს. თავი რჩევა არის ის რიჩქაროთ. მგონი ისედაც მიხვდებოდით, მთელი დღე დავრბოდი გიჟივით. მეორე რჩევა შემიძლია ვთქვა დღევანდელი დღიდან გამომდინარე. ბევრი თუ ხართ ერთად აპირებთ რომ ჯგუფური სლაიდები გამოცადოთ, უნდა მოხვიდეთ მაქსიმალურად ადრე. აკვაპარკი იხსნება 9 საათზე. იმიტომ რომ რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მეტი ხალხი იდგება რიგში. სართულება და რიგები და შეიძლება მთელი დღე მარტო ერთ სლაიდზე დგომაში გაატაროთ. და საერთოდ ერთად თუ ხარ და მაინც და მაინც ერთმანეთზე თუ არ გიждდებით და ძალიან თუ არ გიყვართ ერთმანეთი იმდენად რომ მაინც და მაინც ერთ კამერაში უნდა იждდეთ. უბრალოდ ცალ-ცალკე სოლო სლაიდებზე დაждდეს ჯობა, იმიტომ რომ უფრო მეტ ატრაქციონს გამოცდით. და კითხვაზე პასუხი. ღირს თუ არა აკვაპარკში მოსვლა, ჩემი აზრით ჩარტს. პირობას გაზრდოთ, რომ ვინც არ უნდა იყოთ, აუცილებლად გაერთობით აქ. წეღან იმ კადრებში ეს სანაპიროზე რო ვიჯექი, ძალიან რაღაცა მოგუშული სახე მქონდა და ცუდ ხასიათზე არ ვარ, პირიქით ძალიან კარგი ხასიათზე, უბრალოდ ძალიან დავიცვალე ემოციებისგან, იმიტომ რომ ძალიან მაგარი დღე იყო. წყალში ამდენხანს ყოფნის შემდეგ გეზი უდაბნოსკენ ავიღე, რომელმაც ტიკეტვისთვის ბიუჯეტი 359 ლარი შემიმცირა. პატარა წინა სიტყვაობა. მომდენო წუთების განმავლობაში თქვენ ნახავთ ყველაფერს, რაც შეიძლება გამოცადოთ უდაბნოში. და თუ რა გველის წინ, ამ ყველაფერს რამზატი მოგვიყვება. ზუსტად წუთში შეშევარდები ქვიშაზე თითქოს მთელი უდაბნო ჩემი იყოს. საჭე ისე უნდა ვატრიალო ლამის ამოყირავდეთ. მერე მაგარ ადგილზე გავჩერდებით. ჩამავალი მზის ფონზე მე თვითონ გადაგიღებ სურათებს. სენდბორდინგიც იქვეა. ყველაზე გიჟური გამოცდილებაა მთელ უდაბნოში. ამის მერე 10 წუთს მოგცემთ უდაბნოში თქვენით რომ იმოდიალოთ. ამასობაში დაღამდება და მაგრადაც მოგშივდებათ. მაგრამ არ იდარდოთ. საფარის უდაბნოს შუაგულში ჩვენს ბანაკში ვახშამზე ჩემი ჯიპით მიგაგრიალებთ. სანამ ტრადიციული კერძებით ამოსკდებით, ვიღაც ტიპი გამოვა და პირიდან ცეცხლებს გამოუშვებს. არ შეგეშინდეთ. ჩვენიანია. ქალებიც ყავს. ტრადიციულ საკვებს უბერავენ და რამე. თუ თავისუფალ აქლემს დაინახავთ, მოახდით და იკატავეთ. ისე მიმინოსთანაც მაგარი სურათები გამოდის. უი, მთავარი დამავიწყდა. პირველი გაჩერება გვექნება კვადრატური. აი ეს ფიზიკურ გამოცდილებას იკავებოდათ საფარის უდაბნოში მიგრიგა კვადროციკლი. საოცარი შეფება და მინდა რომ აი ამ პატარა ტერიტორიაზე არ მიწევდეს სიარული. ინდა უნდა და ყველაფერი აღიარებანია. გორჩა. ძალიან მალე გადის ნახევარი საათი, აი ძალიან. საფარის ტურის შემდეგი ეტაპი დუმბეშინგი იყო, რომელიც არც თუ ისე მშვიდი გამოცდილება აღმოჩნდა, როგორც თავიდან ვფიქრობდი. კადრებში კარგად ვერ გამოჩნდება, მაგრამ დამიჯერეთ. როდესაც გზას ვერ ხედავ და ქვიშიანი მთის კიდეზე დამუხრუჭების ნაცვლად პირიქით სიჩქარეს უმატებ, მხოლოდ ამოტრიალებაზე ვფიქრობ. რა თქმა უნდა, იქამდე სანამ არ შეეგუები და სიამოვნების მიღებას არ დაიწყებ. ესეც გაჩერება, სადაც სურათების გადასაღებად ვჩერდებით. და ასევე აქვე არის სენდბორდინგიც, რომელსაც აიხავე გამოვსვით. ვა, არ ველოდებოდი. წავედი. ძალიან მარტივი ამბავია. უბრალოდ გინდა რა დიდი ხანი გაგრძელდეს უფრო. და მე აი აქ ამოსვლა არის საშინელება. მზის ჩასვლის შემდეგ ალხაიმას გემში გავემართეთ, სადაც ვახშამთან ერთად სხვადასხვა გასართობი რამ გველოდა. არ ველაფრთხო და გაჭმება, როგორ იცოხნება? კიდე. კემელო. ალხაიმას გემში წრეზე განლაგებული კარვები დავყდა, რომლის შუაგულშიც სცენა იყო მოქცეული. თითო ჯგუფისთვის თითო კარავი იყო გამოყოფილი, სადაც მარტივი აპეტაიზერების ფონზე სხვადასხვა გასართობი შოუ პროგრამა მიმდინარეობდა. რის დროსაც ჩვენივე კარავში არსებული ტრადიციული ფორმა მოვირგე და ტრადიციული კერძების დასაგემოვნებლად გავემართე, სადაც უამრავი არჩევანი დამხვდა და ბევრი ბოდიალის შემდეგ ასეთი ხორციანი და რაც მთავარია უგემრიელესი რამ გამომივიდა. ეს ყველაფერი კი შიშას დაგემოვნებით დაგვირგვინდა. აი აქ უკვე თავს ნამდვილ შეიხათ იგრძნობთ, აი ესე რბილად წამოწოლილი. და უბრალოდ უნდა მოეშვა რა. ეხა მოეშვი. კემპიდან გასვლამდე კი აკლემს და მიმინოსაც შევუარე. გეგონება ცხენიაო, მაგრამ თლად ეგრეს არ არის. ცოტა უფრო მანერული ტიპია თან ნელი. რაღაცნაირად დასლეკულებს რაღაცნაირად. ჩემი აზრით მთავარი მაინც აი როცა დგება, როცა ჯდება, აი ეგ მომენტია რა. მაშინ ფიქრობ რომ გადაყირავდები და ეგ იწვევს ემოციებს. რა თორე ისე რა ვიცი, ეს დადიხა. აბა დავიშვით. აი იწყებს. ბრმავებული კი არის. აიმე ოპა, რანაირად მიყურეს. ესე უკვე საშიშია და ისე რო გიზის არ არის. მეტი არაფერი არის, უბრალოდ სურათი უნდა გადაიღო აქ და გაიარო. მაგრამ მე ვიდეო გადავიღე და გავივლე. მოდი ახლა მე ავიღებ ერთ მუჭა ქვიშას, სანამ ქარი ჩამოცლის, თუ დავამთავრებ სიტყვას. მოკლედ ღირს თუ არა უდაბნოს ტურში წამოსვლა. რა თქმა უნდა ღირს.
დამჩატრო კიდე. უდაბნოს შემდეგ დუბაის სასწაულების ბაღში განტვირთვა გადავწყვიტე. ეფიცებით ამ მომენტამდე არ მჯერა, რომ 50 ლარი გადავიხადე დაახლოებით, ანუ უფრო მეტი იყო ტაქსში, ესეთ მოკლე მანძილში, მაგრამ ნუ მოვედი, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ისეთი სილამაზე დამხვდება, რომ ამ ყველაფერს გადაფარავს. ძალიან ლამაზი არის კი, მაგრამ იმდენი ხალხი უკვე შესასვლელშივე, რომ ვერც კი ვახერხებ რაღაცა ძალიან ლამაზი კადრების გადაღებას. დუბაის სასწაულების ბაღში, რომელიც 72000 კვადრატული მეტრია, 250 მილიონი მცენარე და 50 მილიონი ყვავილია. შესაბამისად, ყველაფერი ყვავილებითაა დაფარული. რის გამოც ყველა კუთხეში შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც გაუჩერებლად იღებენ ფოტოებს და ვიდეოებს. სიმართლე გითხრათ, 72000 კვადრატული მეტრი, ბევრად უფრო მეტ სივრცეს უნდა მთავაზობდეს. ან ძალიან მალე მოვხვდი ერთი და იგივე არეალში. Sunset-ზე მოვედი, მაგრამ შენობა იფარება Sunset-ს და ბევრად უფრო ადრე ჩადის მზე, ვიდრე ზოგადად ჩადის. ეგეც გასათვალისწინებელი ამბავია. აი რიყეზე რო გვაქვს რა ჩვენ თბილისში. ეგეთი არის უბრალოდ ცოტა უფრო დიდია, ცოტა უფრო მასიურია, ცოტა უფრო მოწყობილია, ცოტა უფრო გამწვანებულია, ცოტა უფრო ლამაზია. ხო, რავი, თვად ეგეთიც არ არის მგონი. ღამეც ძალიან ლამაზია ქაურობა. მე მგონი იდეალური დრო იყო, როცა მე მოვედი, ანუ რაღაცა გარდამტეხი შუალედი დღესა და ღამეს შორის, იმისთვის რომ დღისითაც ნახო აქაურობა და ღამითაც. მოდი 1-20 წუთს დავაკლებდი, იმიტომ რომ Sunset-ს შევსწრებოდი და ბოლო წამები არ მენახა. ჩემი რჩევა იქნება, რომ აქ მოხვიდეთ მაშინ, ოდესაც მზე ჩადის, იმიტომ რომ ძალიანაც არ დაგიცხებათ და ღამითაც დადგმებით. მე მგონი ამ ადგილის შესაფასებლად მოვედი კი იდეალურ ადგილს, სმურფების დასახლებაში ვარ. ნახეთ რა საყვარელი სახლია. და ფიქრობ, რომ კითხვაზე პასუხი ღირს თუ არა აქ მოსვლა და ამ ყველაფრის გამოცდა არ არის ცალსახა. მაგალითად, ჩემთვის და ჩემნაირი ადამიანებისთვის, ვისაც ესეთ განსაკუთრებულ ადგილზე ყოფნის დროს გვინდა რომ რაღაცა გავაკეთოთ, აი რაღაცა ისეთი რა, ქმედება რომ ჩავიდინოთ მოკლედ რაც დაგვამახსოვრდება, ნამდვილად არ არის ეს ადგილი. და მეორე მხარეს ფიქრობ, რომ არიან ადამიანები, ვისაც ძალიან უყვართ სილამაზეში ფოტოების გადაღება. შეიძლება იმდენი სურათი გადაიღოთ, რომ მთელი წელი ვერ მოასწროთ სოციალურ ქსელებში განთავსება. სერიოზულად. მე პირადად ძალიან მომეწონა აქ ყოფნა, იმიტომ რომ რაღაცნაირად ღრმა და მოისუნთქე, იმიტომ რომ არაფერს არ ვაკეთებდი და წინ ისეთი დღეები მელოდება და ისეთი რაღაცების გაკეთება მიწევს, რომ ეს ამოსუნთქვა ნამდვილად მჭირდებოდა. ამ დღის შემდეგ კი მსოფლიოში ყველაზე გრძელი ზიპლაინით გიჟური თავგადასავლები დაიწყო. აი ესეთი პატარა კაცი ვარ დღეს, იმიტომ რომ სხვა ადგილი ვერ ვნახე კამერის დასაყენებლად, ასევე ვერ ვნახე სხვა ადგილი აი ამ ჭრდილის გარდა საგზაო ნიშანს ვეფარები ეხლა. ძალიან ცხელა. მოკლედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე ძალიან მოკლე ინფორმაციას მოგაწვდით და პირდაპირ გადავალ საქმეზე. 170 მეტრის სიმაღლის შენობიდან 80 კმ/სთ-ის სიჩქარით დავეშვებით აი ამ ლაინზე, რომელიც იმედი მაქვს ჩანს და 1 კილომეტრს დავფარავთ. გადაუფრენთ დუბაი მარინას. ამ წუთას ვიმყოფები დუბაი მარინას ერთ-ერთ გზაზე ძალიან არაკომფორტულ მდგომარეობაში, ასე რომ დროა რომ ეს კადრი დავამთავროთ, თორე უკვე სხვების მიშლიან გადაღებაში ხელს. ჩემდა გასაკვირად X-Line დუბაის ოფისი პარკინგზე იყო, საიდანაც რა თქმა უნდა მოლში მოვხდით და შემდეგ სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით მივედით საწყის შენობასთან, რომლის ბოლო სართულიდანაც ამ ხედების ფონზე დავეშვი. აი ესე მხედავდა ხალხი, როცა ჩამოვიქროლე დუბაი მარინაზე. ძალიან მაგარი იყო, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ველოდებოდი. თავიდანვე როგორც კი დავინახე, როგორც წყდებოდნენ და ეშვებოდნენ, ეგრევე ამიტანა მღელვარებამ და რომ წამოწექიდე, რომ გადავიხედე, მე საერთოდ რაღაც სიგიჟე შეგრძნებები დამეუფლა და სრიალზე უკვე არ ვიცი, ჩემი აზრით ჩანდა რა შეგრძნებები ხდება. მოკლედ ეს არის ყველაზე იაფიანი ექსტრემალური აქტივობა, რაც შეგიძლიათ რომ დუბაიში გამოცადოთ, ასე რომ აუცილებლად ღირს თითოეულ კაპიკად ღირს, ერთი წუთი სანამ დავთავრდება. ანუ წარმოიდგინეთ, 170 მეტრის შენობის სიმაღლიდან დავეშვი 80 კმ/სთ-ის სიჩქარით და დავფარე 1 კილომეტრი. აი ზუსტად ისე ის რო ჩამიქროლებს. და თქვენი აზრით ახლა ეს ყველაფერი არ ხის გამოწერა და არ ღირს? ხო ღირს. ხო და სანამ გავაგზავნოთ ვიდეოს, აი დააჭირეთ რა ის. წითელი subscribe- რო აწერე, აი მაგას დააჭირეთ და გავაგზავნოთ ვიდეო. წავით. ზიპლაინი კარგი იყო, მაგრამ წინ ამ ვიდეოს მთავარი სიგიჟე მელოდა. და მოვედი სკაიდაივ დუბაიში. 2012 წელს, როდესაც პირველად ვნახე როგორ ხდებოდნენ თვითფრინავიდან, ისე რომ ქვემოთ მშვიდობით ეშვებოდნენ და თან ეს ყველაფერი ძალიან მაგარი იყო. იმ დღის მერე ჩემთვის რაღაც საბოლოო წერტილად იქცა აქ ჩამოსვლა და გადმოხტომა 4000 მეტრიდან. რაღაცნაირად ფიქრობდი, რომ ეს იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში პირველი თავის დასასრული და ამის შემდეგ დაიწყებოდა სხვა ახალი თავი, რომელიც ბევრად უკეთესი იქნებოდა. და ასეც მოხდა 2023 წლის დეკემბერში.
შემთხვევაში დავხურე ჩემს ცხოვრებაში პირველი თავი და როგორც ვარაუდობდი, იმ დღის მერე ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. Რა თქმა უნდა, გახდა ბევრად უკეთესი. დღეს სამწუხაროდ აქედან გადმოხტომას არ ვაპირებ. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს განსაზღვრული ბიუჯეტი, რაშიც უნდა ჩავეტიოთ ისე, რომ ვიდეო ძალიან მრავალფეროვანი იყოს და თან მეც საუკეთესო გამოცდილებები დავაგროვო. გადავწყვიტე, რომ იგივე ბიუჯეტში გავაკეთო რაღაც ასევე საოცარი, რაღაც ისეთი, რაშიც ასევე ურევია დაივ და რაღაც ისეთი, სადაც ხმელეთს ვწდებით. ოღონდ ამ შემთხვევაში მაღლა აღარ, დაბლა. და თან Skydive ისეთი ამბავია, რომ პირველი გადმოხტება მაინც სხვა არის. მოკლედ ისე გამოვიდა, რომ თუ აქედან არ გადმოხტები, ვიდეო გამოვა ბევრად უფრო მრავალფეროვანი და მეც პლუს ერთ გამოცდილებას ჩავიმატებ ცხოვრებაში. ახლა კი დროში უკან დაბრუნების დროა. Good morning, Saba. Hello. Welcome to Skydive Dubai, buddy. You're jumping out of an airplane. How are you feeling? I'm so excited right now. I can't believe that I'm here. Yeah, awesome, man. Any special reason why we're going to do it today, though? Actually, the skydive is my life motivation. It's first in my bucket list. So, Perfect, man. It's a good place to try it. You ready to go? I'm ready. Any final last words? Can I say in my language? Of course. ეგ არის აქ ვარ და ზუსტად ვიცი რომ ამ გადმოხტების მერე ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება. Amazing. Give me a high five, buddy. See the plane? და დაგიბრუნდით ისევ ჩვენს დროში. აქაც ვიტყვი 1 წლის შემდეგ როგორი შეგრძნება არის. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხართ, რისი გეშინიათ ან არ გეშინიათ. Skydive-ის გამოცდილების შემდეგ ყველაფერი გავიწყდებათ. მოკლედ Skydive Dubai ჩემთვის არის პირველი იმ აქტივობებში, რაც შეიძლება რომ დუბაიში გამოცადო. და მხოლოდ დუბაიში არა, სხვათა შორის მსოფლიოს მასშტაბითაც ნომერ პირველ ადგილზე ვაყენებ. ძალიან მიჭირს აქედან ისე წასვლა რომ არ გადმოხდე, მაგრამ ჩასაყვინთი მაქვს. მსოფლიოში ყველაზე ღრმა აუზში. რომელიც ამ მოგზაურობაში ყველაზე მეტი 1854 ლარი დამიჯდა. აი ესეთი ფორმით ვაპირებ რომ 60 მეტრიან ქალაქში ჩავყვინთო და ჩემი აზრით ეს ყველაფერი არხის გამოწერა დღეს, ასე რომ დააჭირებ ქვემოთ მოცემულ ღილაკს. აი ხა წავალ და ვნახავ რა ხდება ქვემოთ.
რაც არასდროს არ გამიკეთებია. ვერ მოვითვირე და უბრალოდ გასახდელი დამწერე ხავას, რომ ძალიან მაგარი იყო. დაგიბრუნდით აწუყეს სერტიფიცირებული საბა, რომელმაც წარმატებით დაყვინთა მსოფლიოში ყველაზე ღრმა აუზში. მოკლედ ეს იყო ყველაზე განსხვავებული გამოცდილება. ეს სხვა პლანეტაზე მოხვედრას გავს რა, სხვა სამყაროში მოხვედრას გავს. კითხვაზე ღირს თუ არ ამ ყველაფრის გამოსთა ამჯერად დავშევიკავებ რო გიპასუხოთ, იმიტომ რომ ისეთ არხებზე საუბარი რა. ნამდვილად ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ ძალიან მაგარია. არა, უნდა გავუცადოთ რა, ნამდვილად დღეს ძალიან მაგარია. ჩემი აზრით ვიდეოდან ძალიან კარგად დაინახავდით, რომ მთელი ეს პროცესი ჩემთვის იყო უდიდესი სიამოვნება. ეხლა კი დროა წავიდეთ. სწორედ დაცვამ ბოდიში უნდა ჩავკეტო კარიო ხო და წავიდე. მომდევნო დღეს სრულიად ახალი გამოცდილებების მიღება Flyboard-ით გაგრძელდა. მოკლედ ძალიან ჩქარა მოხდა დღეს ყველაფერი. აი აქ მოვედი თუ არა, ეგრევე გამაქანეს, წამოდი Flyboard-ზე დგები, ეხლა და ვერ მოასწარი შესავლის ჩაწერა, მაგრამ არა უშავს. აი ეხავ წერ შესავალს, როცა უკვე გამოცადე ყველაფერი და თან არ მინდა რომ ძალიან ყალბი ვიყო, ვითომ ჯერ არ გამოვიცდია ეს ყველაფერი. ასე რომ მოდი გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე. ყველაფერი რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ფეილით დაიწყო. იმაზე მეტით ვიდრე წარმომედგინა. მაგრამ როგორც ინსტრუქტორმა მითხრა, 10 წუთში ნელ-ნელა წყალზე გაჩერების დროს მოუმატე. და კიდევ 10 წუთში ყველაფერი მარტივი და ძალიან სასიამოვნო გახდა. და რაც მთავარია, Flyboard-ის დიდხანს მართვა არ ნიშნავს, რომ წყალში ასე აღარ ჩავარდებით. იბენა ჩემია. Dobro, akomena dwikhtevinen nela. Super qalze თავში დაჟგავარ. Qalze კი არა, ჰაერში ვარ, ჩემი ეს qalze თქო ლაგანა. მოკლედ დავბრუნდი უკვე რეალურ დროში წერ ამ ვიდეოს, ემოციებით ვარ საშინლად დატვირთული, კადრებში ნახავდით რა მოვივიდა, რამდენჯერ დავაწყდი, რამდენჯერ ავდექი, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ხიარულებასთან და გართობასთან იყო კავშირში, ასე რომ კითხვაზე პასუხი ღირს თუ არა Flyboard-ის გამოსვლა დუბაიში არის კი, რა თქმა უნდა, აუცილებლად უეჭველი. და სხვათა შორის მე მოვოთერ სპორტში თუ მოხვალთ, შეგიძლიათ ძალიან ბევრი რაღაცა გააკეთოთ. გულისხმობ წყალში რაც ხდება რა. იქ რაღაცა jetski გინდა, იქ Flyboard-ი გინდა, ნიახტა ამ მანქანის დაქირავება, Porsche-ი გინდა, წყალზე გასვლა, ყველაფერი არის მოკლედ რა და რა თქმა უნდა, ბილეთებს ნახავთ სათუ არა თიკეთვისზე. სადაც ამ მოგზაურობის ბოლო გამოცდილებად Dubai Frame-ი ავერჩიე. მოკლედ იდეალურ დროს მოვედით Dubai Frame-თან. იდეალურ დრო ეს არის Sunset-ი. ისედაც ოქროსფერ Frame-ზე კიდევ ოქროსფერი Sunset-ი რო ემატება, საერთოდ ოქროსფერი აქაურობა და ულამაზესია. Dubai Frame-ი არის ერთ-ერთი იაფიანი სანახაობა დუბაიში. ამიტომაც განახებთ ზუსტად, თორე ის აღმართვამი და გასაგებებელი აქ არაფერი არ არის სილამაზის გარდა და იმის გარდა რომ ვაიმე რამხელაო. ასე რომ უბრალოდ ლამაზი კადრებით დავტყვებით და ვნახავთ რა ხდება Dubai Frame-ის შიგნით. როგორც ჩანს, პირდაპირ Frame-ზე არ ავდივართ. ესეთი ლამაზი სანახაობა გვაქვს. ქალაქია ერთგვარი ძველებური მოწყობილი. აქაც გონი იმაზე ზრუნავენ და რიგში დგომა გაგიხალისონ. ყველა ლიფტი ბურჯ ხალიფას ლიფტზე ლამაზია რატომღაც. მოკლედ ეს არის Dubai Frame-ის მთელი ხიბლი. აი ამ შუშაზე გადავლა. აი ეს რა. აი ეს ეფექტური იყო თუ ჩანდა. ანუ ჩამქრალია, რო არ დგახარ დიდხანს და მერე ინთება. კი არა და დაფარულია და მერე ჩნდება. ეხლა მოდი Sunset-ზე გავიხედოთ და ვნახოთ რა ხდება დუბაიში. გადავხედოთ დუბაი ქალაქს. არ მგონია ხა მომავალში გასასვლელი დაეწეროთ გარეთ გასვლაზე, ასე რომ ვფიქრობ, რომ ეს დასასრული არ არის და სადღაც მოვხვდები კიდე. მართლა არ ყოფილა ეს დასასრული. ეს სად მოვედი? ძალიან იმერსიული ეს ყველაფერი ხა რა უყურებ, ასე მგონია რომ მართლა მივდივარ. არ მეგონა. ძალიან ხარისხიანი პროექცია არის, არ ვიცი ხა კადრში რამდენად ჩანს. ჩემი აზრით თვითონ Frame-ზე ასხვაზე ეფექტური ეს იყო. მოკლედ ჩემი აზრით Dubai Frame-ი არის კიდევ ერთი მაღალი და ლამაზი სანახაობა დუბაიში. და კითხვაზე პასუხი ღირს თუ არა ამ ყველაფრის გამოსვლა არის რატომაც არა. ყველაზე იაფიანი სანახაობა დუბაიში. მიუხედავად იმისა, რომ არის ძალიან შორს, რაც მთავარია მეტრო მოდის აქამდე. ასევე გარშემო არის ზაბელის პარკი. ფაქტობრივად ეხა პარკში ვზივართ და ზაბელის პარკი არის ძალიან მშვიდი. ოჯახებიც რაღაცა ძალიან წყნარად დასეირნობენ, ხდებიან. ხო და მეც ბევრს აღარ ვილაპარაკებ, უბრალოდ მოვაშვები, დავისვენებ, იმიტომ რომ დღეს მეტი აღარაფერი მაგ გამოსასწრელი, ასე რომ წავედი. ამ სიმშვიდეში კი დავფიქრდი, რომ აქ გატარებულმა დღეებმა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა და შემიქმნა ისეთი ემოციები, როგორიც აქამდე არ მიგრძნია. საბოლოოდ კი მივხვდი, რომ განსაკუთრებული ემოციები მთელი ამ მოგზაურობის განმავლობაში დაკავშირებული იყო ჩემს ორმაგ ბედნიერებასთან. ერთი მხრივ ბედნიერი ვიყავი იმით, რომ ვქნიდი არაჩვეულებრივ ვიდეოს და ვინახავდი არაჩვეულებრივ მოგონებებს. და მეორეს მხრივ ბედნიერი იყო აი ეს 12 წლის საბა, რომელზეც Skydive-ის სცენის დროს გიყვებოდით. პატარაობიდანვე ინტერნეტში უაზროდ ბოდიალის ნაცვლად ყოველთვის მერჩინა, რომ რაღაც ახალი შესაძლებლობა აღმომეჩინა. რაღაც ისეთი, რაც მიმახვედრებდა
და თუ რამდენი რამ შეუძლია ადამიანს. აქედან გამომდინარე Skydive-ის გარდა კიდევ ძალიან ბევრი რამ იყო, რაც ჩემს გონებაში იბეჭდებოდა სურვილებად. და დღეს Ticket-wisმა რაც გააკეთა არის ის, რომ იმ პატარა საბა სურვილები, რაც დღემდე მოყვებოდა ერთიანად დაასრულა. სადაც არ უნდა ყოფილიყავი და რაც არ უნდა გამეკეთებინა, რამდენად შორსაც არ უნდა ყოფილიყავი ჩემი სურვილებისგან, ყოველთვის თავში მქონდა და ყოველთვის ფიქრობდი, რომ ამას აუცილებლად გავაკეთებდი. იქიდან გამომდინარე, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ ვიგრძნობდი, რომ ვიცხოვრე, ვერ ვიგრძნობდი იმ ბედნიერებას, რასაც ცხოვრებისგან მიღებული სიამოვნება ქვია. წინა ვიდეოში ვთქვი და ეხლაც ვიტყვი, რომ თავარია გულით გინდოდეს და ყოველთვის ყველაფერი გამოვა. ის რომ მე ახლა აქ ვარ და ამ ყველაფერს უყურებ, ზუსტად ამის დამსახურებაა. მიუხედავად იმისა, რომ ისე აღმოჩნდა როგორც მოგზაურ იუთუბერს, რეალურად ეს არის ჩემი პირველი ვიდეო, სადაც ქვეყნის აზრებს გავცდი. ასე რომ თუ მოგეწონათ ჩემი ამ სტილში ნახვა, მაშინ კომენტარებში დაწერეთ #საბაიმოგზაურე. არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქებას არ დაგავიწყდეთ. და თუ საჭირო ადამიანები ნახავენ ამ ყველაფერს, მაშინ დამიჯერეთ. ძალიან მაგარი ვიდეოები გელოდებათ წინ. ეხლა კიდე წავედი, თორე ბარგი მაქვს შესაძლებელი და რეიზზე მაგვიანდება და ძართული აქაურობის დატოვება, მაგრამ რა ვქნა.